მადამ ლობიოზე სანამ ვისაუბრებთ, მინდა ეს მცირე მონაკვეთი გამოიყენო, რათა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დავიწყეთ საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი პოდკასტი, სახელად ქართველი ხალხი ამას აღარ მოისმენს. იგივე ხამი. და თქვენ ძვირფას მაყურებელო, თუ ის ჯერ არ გაქვთ ნანახი, მაშინ თქვენ არ ხართ ნაზიარები უდიდეს ბედნიერებას და უშვებთ უპატიებელ შეცდომას. მეტიც, ჩემი ღრმარწმენით ჩადიხართ სასტიკ ცოდვას. ამიტომ აუცილებლად უყურეთ ხამს, ასევე ჩვენს არხზე. ახლა რაც შეეხება საქართველოს მხცოვან დედოფალს სალომე ზურაბიშვილს. სალომე ზურაბიშვილი, ან როგორც თვითონ მოიხსენიებს საკუთარ თავს, სალომე ზოურაბიშვილი თვით ქართულ პოლიტიკაზე ბებერია. დიახ, მისი პოლიტიკური კარიერა ფანჩრიდან დანახულ მუხიანზე უფრო ძველია. თუმცა, ლამაზისა რა მოგახსენოთ. გამომდინარე იმ სასტიკი ფაქტისა, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი დრონენ, თუ როგორც არის, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკა იმდენად გადაიღრძო, რომ ჩვენი ელიტარული პოლიტიკური კგბ-შნიკთა კლასი მეტწილად უკვე გარდაიცვალა. რამდენიმე მოკაშკაშე, უბრალოდ მოცახცახე ვარსკვლავის გამოკლებით. ახლა გვიწევს კგბ-შნიკების შვილებს დავჯერდეთ, მაგრამ არა სალომე ზოურაბიშვილის შემთხვევაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ სინამდვილეში სამწუხაროდ, სალომე ზოურაბიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალია და განეკუთვნება ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელ მამათა, უბრალოდ მის შემთხვევაში დედათა, თუმცა უკვე ბებოთა კგბ-შნიკთა ძველ გვარდიას. მეტიც, ზოურაბიშვილის კარიერა იწყება საფრანგეთიდან, სადაც მოგეხსენებათ საკუთარი კუილების ყნოსვა, სოციალიზმის ინტელექტუალურ პიკად აღქმა და პედოფილიის გაправება ისეთივე ბუნებრივი მოვლენებია, როგორც ბაყაყების ჭამა და თეთრი დროშების ფრიალი. პედოფილიის გაправებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ საკუთარი კუილების ყნოსვა მადამ პრეზიდენტს ნამდვილად უყვარს. არც სოციალიზმის უპირატესობებზე არ მოუკლია ფიქრი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქლაბატონ სლაომეს ნაშრომი და ნააზრები აქვს კათოლიკური ეკლესიის პამფლეტზე, რერუმ ნოვარუმზე, ანუ რევოლუციურ ცვლილებებზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის პასუხია სოციალიზმზე. ასევე კულტურკამპსა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზურაბიშვილს ასევე ნააზრები აქვს რუსი პროლეტარების საყვარელ ცარ ალექსანდრ II-ზე. დიახ, სწორად გაიგეთ, სალომე ზოურაბიშვილმა იაზროვნა. თუმცა 70-იანების საფრანგეთში რომ უნივერსიტეტებიდან ნორჩი მარქსისტი გამოიჩეკა, ამაში ჩემი აზრით გასაკვირი არაფერი არ არის და თლად ნუ დავდებთ მადამ ლეგიტიმურობას ახლა ამაში ბრალს. მოკლედ ზოურაბიშვილმა საკუთარი კარიერა შპიონად, დიპლომატად გააგრძელა ევროპის სხვადასხვა საელჩოებში, ხოლო შემდეგ კომინტერნში, ისა კი არა და გაეროში ამოყო თავი და 90-იანებამდე მიძინებული აგენტი იყო. თუმცა მოგეხსენებათ 90-იანებში საშინელი ტრაგედია დაატყდა კგბ-ს აპარატურას თავს, კერძოდ კი საქართველოში, სადაც დიდი დიქტატორი, ნეოგიტლერი და ზოგადად სისხლიანი სატანა მიხეილ სააკაშვილი, კი არა და ეგ მერე არის, ზვიად გამსახურდია ლუსტრაციის კანონით ემუქრებოდა ჩვენს ნაღებელიტას, რასაც მოგეხსენებათ მოყვა პუჩი. ამიტომ ზვიადის წინააღმდეგ ყველა რესურსის ამოქმედება გახდა საჭირო. დიახ, ყველა რესურსის, ზოურაბიშვილის ჩათვლით. აბა, ვინ ყნავდა ახლა საქართველოსთან გადახვეწილ ზოურაბიშვილს ზვიადის დამხობაზე კომენტარის გასაკეთებლად. მაგრამ ახლა პურს გაправება ხო ჭირდება არა? რომ მოკლედ ამის შემდეგ ზოურაბიშვილი კომინტერნს კი არა და ბოდიში გაეროს დაუბრუნდა. მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველ ცოდვად არ იქცეოდა გოგა ხვინდრავასთან ერთად. მას შემდეგ რაც ზოურაბიშვილმა თაფლიანი 9 წლიდან 1 წელი დაჰყო საგარეო საქმეთა მინისტრად და გრანდიოზული არაფერი არ გააკეთა, მან დატოვა თანამდებობა და ოპოზიციას მოელვინა მხსნელად. თუმცა დაფუძნებული ძმა ზოურაბიშვილი მაინც ნაცად დარჩა. სლეი დედოფლის ოპოზიციური აქტივობები მოიცავდა აფორიზმებს. საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან. და მუსიკალურ ნომრებს. დიალოგიო, წამოდიო, დიალოგზეო, შენ ხო მაინც ვერ გაძლებო, შენ ხო დაიღლებიო, არ ჯობია რაღაც პატარა გადმოგიგდო, სანამ ხალხი დგასო გარეთო, მერე ხო ყველაფერს დაკარგავო. სადი ეშმაკო, სადი ამავდროულად ომს უკვე 2008 წელს საქართველოს აბრალებდა, რომელსაც მტკიცებულება და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა რუსეთი ჰააგის სასამართლოში. არა კაცო, რას ლაპარაკობთ, არა, ის არასდროს არ იზამდა ამას. ამის შემდეგ ის საბურთალოს დამოუკიდებელ მაჟორიტარად მოგვევლინა საქართველოს პარლამენტში, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად.
ამ ყველაფერთან ერთად ზოურაბიჩვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული დემოკრატიული პროცესის განვითარებაში. რომ არა ის და მისი საშინელი საპრეზიდენტო კამპანია, სადაც ის საქართველოს მძინარე ცხინვალის დაბომბვას აბრალებდა, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწეოდა, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ, საქართველოში მაინინგს უჭერდა მხარს, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო. იდეოლოგიური ჰარმონიისკენ მოგვიწოდებდა ახალი იდეები, ინოვაციები, ეს ყველაფერი ერთად უნდა შევწყდათ. და ქართულ ეროვნულ რელიგიას აპიარებდა. მე მეძახიან და ამბობენ რომ კათოლიკი ვარო. არა ვარ კათოლიკე, ვარ მართლმადიანი. დღეს ქართულ საარჩევნო სისტემაში არ იქნებოდა დამკვიდრებული დემოკრატიის ძირძველი ტრადიცია. Vox solarum tuberosum, vox alium kepa. ანუ ხმა კარტოფილისა, ხმა ხახვისა. კი, რა თქმა უნდა, ხმის აკვიზაციით ეს ხერხი ქართულ უდრეკ დემოკრატიაში სრულ არსებობდა, მაგრამ ზოურაბიჩვილის საარჩევნო კამპანიის კრახმა ის უბრალოდ ხმების წამატების გზიდან ხმების ბაზის მოპოვების სტანდარტად აქცია. გარდა ამისა, სალომე ზოურაბიჩვილმა ასევე საბოლოო წერტილი დაუსვა ჯაბო იოსელიანის პოლიტიკურ მოემკვიდრეობას, როდესაც ის სალობიე ბიაში გაატყნეს. თქვენ ახლა ალბათ გგონიათ, რომ ეს უბრალოდ ხალხის მიმართ გამოჩენილი აპათია იყო. რამც მაყურებელო, ეს იყო გენიალური სიმბოლო, რომლითაც სლეი დედოფალმა სალომემ ერთხელ და სამუდამოდ აჩვენა, რომ ჯაბო იოსელიანი ცდებოდა და დემოკრატია მართლაც რომ ლობიოობაა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ის, რის გამოც თქვენ მაყურებელო და განსაკუთრებით თქვენ მაყურებელო უნდა უმადლოდეთ სალომე ზოურაბიჩვილს. არამც სალომე ზოურაბიჩვილის საქართველოსთვის გაწეული მთავარი კონტრიბუცია ეხლა გესაუბრებად. დიახ, თქვენი მონამორჩილი მე გახლავართ ეს კონტრიბუცია. არა, სანამ ვიფიქრებთ რამეებს, მე არ ვარ სალომე ზოურაბიჩვილის პროექტი და არც მისი საიდუმლო აგენტი. მეტიც არც მისი მოტრფიალე არ გახლავართ, როგორც ალბათ შეამჩნევდით. არა. ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად არის. 2018 წელს ისეთი ყლეობების მოსმენის შემდეგ, როგორც იყო ანალისტები და მძინარე ცხინვალის დაბომბვა, მე უბრალოდ იძულებული გავხდი, რომ ინტერნეტ სიძულვილის დაწესებულება სუცუმუ შემექმნა. დიახ, სწორად გიიგეთ, სუცუმუ მარტო იმიტომ შეიქმნა, რომ ზოურაბიჩვილისთვის დამეცინა და როგორც ის იტყოდა, ჩემი აგრესიის კანალიზაცია მომეხდინა. ერთ-ერთი ამ აგრესიის კანალიზაცია ხდება სწორედ ამ ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით და ჩვენ ამას უნდა მეტი დატვირთვა მივცეთ ყველა სკოლებში და აი, მაგალითად იხილეთ 7 წლის წინანდელი ძალიან სასაცილო ინტერნეტ მემიკები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დღესაც ასევე ძალიან სასაცილოა. კარგი, სცმ-ის შექმნაში ლომის წვლილი რომ მიუძღვის მადამ პრეზიდენტს, ეს გასაგებია და ამისთვის ჩვენ ნამდვილად მადლობელი ვიქნებით თან ყოველთვის. მაგრამ რა როლს ასრულებს მისი პრეზიდენტობა? უბრალოდ ასრულებდა, იმიტომ რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, რადგან როგორც ვიცით, ქადჟები მიდიან, ქადჟები არ მოდიან. ზოურაბიჩვილის პრეზიდენტობა ისეთ ნათელ და ადვილად დასანახ მიზნებს ემსახურებოდა, რომ დღესაც ვერ ვიჯერებ, როგორ ვერ ხედავს ამას ქართველი ხალხი. დღეს კი არა, თავიდანვე როგორ ვერ იყო ეს ახმადი, მაგასაც ვერ ხვდები. რა სჭირს ამ ქართველ ხალხს, კაცო? თქვენ მართლა დებილები ხო არ ხართ შემთხვევით? კარაკი პრეზიდენტი, კარაკი დამოუკიდებელი კანდიდატობიდან დაწყებული, კარაკი დამოუკიდებელი მაჟორიტარობით გაგრძელებული და დღეს უკვე კარაკი ოპოზიციონერებით დამთავრებული ცალსახაა, რომ თამაშობს ერთ როლს, კარგი პოლიციელის როლს. მოდი იმას საერთოდ არ ვახსენებ, თუ რა წვლილი აქვს მადამ ზოურაბიჩვილს კარტოგრაფების საქმეში შეტანილი. თავიდან ეს იყო, რომ ვაი, რა მაგარი დემოკრატიულები არიან ქოცები, საბურთალოდ დაუთმეს დამოუკიდებელ კანდიდატს. მე ასევე დარწმუნებული ვარ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის განმავლობაში რამე ყლეობა კანონსაც გამოაცხობდა კიდევაც. რასაც ქოცები ასევე დაუჭერდნენ მხარს და მე შენ უნდა გეთქვა, აი სხვის კანონ პროექტსაც აძლევენ ხმას ქოცები. როგორ დუღს დემოკრატია ჩვენთან. აბა ნაცების დროს ესე იქნებოდა ოდესმე. მე იგივე პრინციპით დამოუკიდებელი პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. პროსტა მან ცოტა შეიჯვა და მეორე ტურში ეს დამოუკიდებლობის აფიორა სრულად მოიხსნა და მის ბანერებზე კობახიძე უფრო ხშირად იყო გამოჭიმული. მაგრამ მაინც მისი კარგი პოლიციელობის მაგნუმ ოპუსი, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, მისი პრეზიდენტობის პერიოდია. ის 6 წელია აკიდავებს ქართველ ხალხს, კერძოდ ქართველ ლიბერალებს და გამიზნულად უქმნის ცრუ იმედს, რომ მოკავშირე პრეზიდენტის წყალობით, აი სულ რაღაც აგერ 2 კვირაში რამეს მიაღწევენ. შესაბამისად, დღეს აწმყოში ეს ლიბერალები არაფერს არ აკეთებენ. ასე აგდებს ძვლებს ზოურაბიშვილის ხელით, ან უბრალოდ ზოურაბიშვილის სახელით ბიძინა, რომელსაც ქართველი ლიბერალის ტვინი უდიდესი მადით ეძგერება ხოლმე.
თუმცა, რა თქმა უნდა, ზოურაბიშვილის არც ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ქმედება შედეგის მომტანი არ იყო. ისევე როგორც ძვალს არ აქვს არანაირი ნუტრიციული ფასეულობა. მეტიც, როგორც ძვლის ნამტვრევებს შეუძლია დააზიანოს ძაღლის მომნელებელი სისტემა, ასევეა საზიანო ზოურაბიშვილის მამაცი და შთამბეჭდავი ნაბიჯები ანტიკოცური მოძრაობებისთვის. ბოლო-ბოლო განა რა შედეგი მოიტანა 20-20 წელს უგულავასა და ოქროაშვილის შეწყალებამ. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია დაიგო იმეს საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე და 20-20 არჩევნებში ღიად მონაწილეობაზე. განა რა შედეგები მოიტანა 20-20 არჩევნების შემდეგ ზოურაბიშვილის მედიტირებით ჩატარებულმა ყლეპროჭაობებმა. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაგოიუნდა და ქოცების პარლამენტში შევარდა. განა რა შედეგი მოიტანა გვარამიას გამოშვებამ. გარდა ნაცმოძრაობის ხმების გახლეჩვისა და ერთადერთი რეალური ოპოზიციური პარტიის დასუსტებისა. განა რა შედეგი მოიტანა საქართველოს ტროას ელენას, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებამ. გარდა იმისა, რომ ქოცების საწადელი, რომ რეციდივისტი უნიჭო პატრიციდი პიჟონი ლაზარე გაეხადათ პროტესტის სახით, აასრულა. განა რა შედეგი გამოიღო ზოურაბიშვილის პროტესტებზე გამოჩენამ. გარდა 20-24 წლის გაზაფხულზე ხალხის დაშლისა და არჩევნების დალოდებისა. ან გარდა 20-24 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხალხის თრევისა და დროის ხარჯვისა. და ქარტიამ რა შედეგი გამოიღო მადამ პრეზიდენტო? გარდა იმისა, რომ დამატებით რაღაც ყლეობა წესები დაუწესა ოპოზიციას, ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელიც არანაირ წესებს არ ემორჩილება. ისე რეალურად ბარემ აქვე ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ეს ქარტია სინამდვილეში ნაცმოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. სწორედ სხვამ რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, არავის არ მოეკითხება პასუხი. მხოლოდ და მხოლოდ ნაცებს. ისევე როგორც აი ახლა რო შეთანხმდნენ, რომ კომისიაზე არ მივიდოდნენ, ესეც ნაცების დაბოლინგებისთვის მოგონილი წესია. რადგან იმ კომისიაზე თუ ნაცი მივიდა და წულუკიანს ცხვირპირში შესცა, ამის წულუკიანზე მეტად ზოურაბიშვილის და სხვა ვითომ ოპოზიციონერებს ეშინიათ. იმიტომ კი არა რომ წულუკიანს როგორც იქნება ვიღაცა იხმარს და გაუსწორდება და დაწყნარდება ერთხელ და სამუდამოდ. არამედ იმიტომ, რომ გამოჩნდება ის რეალობა, რომ ნამდვილი ოპოზიცია მხოლოდ ნაცმოძრაობაა. თორე აგერგაი გახარიამ დაარღვია ეს შეთანხმება და მივიდა. და რა მოხდა მერე? ვინმე პირველ რიგში თვითონ ზოურაბიშვილმა მაგალითად თქვა არამე? ზუსტად იგივე როლს ასრულებს ზოურაბიშვილის მოგონილი ახალი ყლეობა კოორდინაცია. ოღონდ ხალხი რეალური ოპოზიციის გვერდით არ დადგეს და ნებისმიერ მამაძაღლებას მოიგონებს ვითომ ლეგიტიმური პრეზიდენტი მადამ ლობიო. ეს არის მისი დავალება და ამას ასრულებს მადამ პრეზიდენტი. ეს ქალი საბოლოო ჯამში არის ანთროპომორფიზირებული სტაფილო ჯოხზე, ხოლო ქართველი ხალხი არის ნერწყვიანი პირუტყვი. უпростоრად ქართველი ლიბერალი. ლეიქვინი გამოდის სიტყვით, ახლა უეჭველი იტყვის რამე მნიშვნელოვანს, აბა დაველოდოთ მოვლენებს, ორ კვირაში ვიმარჯვებთ. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, პოსტ 26 ოქტომბრის პერიოდში ზოურაბიშვილს უფრო მეტი ზიანი აქვს მიყენებული ამ ქვეყნისთვის, ვიდრე ბიძინა ყოლად დიდარს. რასაც ჩვენი პროსტატა გასიებული ფეოდალი აშავებს, ყველაფრის გამოსწორება დროთა განმავლობაში შეიძლება. მისი გაშვების შემდგომ. მაგრამ მის გაშვებას შეუძლებელს ხდის ზოურაბიშვილი. ჯერ ხო კაი, მიშა არ შეიწყალა, იმიტომ რომ არა და არასოდეს. და თან იმიტომ რომ მე ახალი ფანბეისი ლიბბაბლი რას იტყვისო. ნუ კაი, ეგ გავიგეთ. თუმცა ისე აქვე დავზენ რომ მიშას შეწყალებით ყველანაირი ეჭვი გაქრებოდა ზოურაბიშვილის ქოცობა არ ქოცობაზე. მაგრამ დედოფალმა ლობიომ ის არ შეიწყალა და ეს ვითომ ნაციონალების შიზოიდური თეორიები რეალურად წარმოაჩინა. ესა მიშა მაინც ვერ გამოვიდოდა. ჩაიჯვი რეტარდო. კაი, მიშა გადავდოთ ცოტა ხანი გვერდზე. სალომე ზოურაბიშვილის მთავარი დანაშაული მაინც არის 28 დეკემბერი, როდესაც მას შეეძლო ქართული ოცნება მინიმუმ სუგ-სვანგში ჩაეგდო, მაგრამ ადგა და გაიქცა სვეტიცხოველში მეტანიების საკითხად. ამაზე უფრო დეტალურად ჩემს აქციების რევიუში ვისაუბრე და 28 დეკემბრის არ შემდგომ ბრძოლაზე შეგიძლიათ იმ ვიდეოში მოისმინოთ უფრო ხარისხიანად. მოკლედ, მადამ ლობიოს ეს ქცევა მინიმუმ დაღალატება იყო მთელი ნოემბერ-დეკემბერში დაჭერილ ნაცემი და თითქმის მოკლული ხალხის, ან მაქსიმუმ და უფრო რეალისტურად მთელი პროტესტის მიზანმიმართული გაბახება. წარმოიდგინეთ, მთელი ერთი თვე მაგ დღეს ელოდებოდა ხალხი წვიმასა და ქარში. თან კარაქი პრეზიდენტი უცხოურ მედიებში დადიოდა და იძახდა, რომ მე ჩემი ხალხი დამიცავს და არსად წამსვლელი არ ვარო. 28 დეკემბრიდან შეგვიძლია დასკვნა გამოიტანოთ, რომ მის ლეგიტიმურობა ან ყლეა, ან ბოროტი. მაგრამ ვაი რომ ბოროტი ყლეა? თავისუფლად შეიძლება ადამიანი ყლეც იყოს და თან ქოცებს ემსახურებოდეს. მაგრამ ყველაზე დიდი ყლეები მაინც ქართველები გამოდივართ მაგას რო დაუჯერეთ. მე რა, ვიღაცეებმა, მე რა შუაში ვარ. საერთაშორისო მედიები ვახსენე და მოდი საერთაშორისოზეც ვისაუბროთ ცოტა. ქალს, რომელიც 97 წელია ეგრეთ წოდებული დიპლომატია, რატომ უნდა სჭირდებოდეს საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტზე გასასვლელად მათი იმეილებისა და საკონტაქტო ინფორმაციების ოპოზიციური პარტიებისგან მოთხოვნა. უბრალოდ მათხოვრობა. დიახ, სწორად გეიგეთ.
ზოურაბიშვილი რომ დატყლაშუნობს ევროპებში ჩვენს დიდ მოკავშირეებთან, მათთან კავშირზე პარტიების ხარჯზე გადის და არა იმ არსებული დიპლომატიური ქსელით, რომელიც ასეთ დამსახურებულ ემისარს უკვე უნდა ჰქონდეს. წესით. გარდა იმისა, რომ მისმა უდიპლომატესობამ ჯერ 2024-ის გაზაფხულზე გაანადგურა პროტესტი, შემდეგ არჩევნები შემოგვტენა, შემდეგ გითხრა, რომ ეს არჩევნები გოუყალბიენ, შემდეგ ან გოყოლბებული არჩევნებით მოყოლებული პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს დაუთმო თავისი რეზიდენცია და კიდევ ერთხელ მოკლა პროტესტი, გარდა ამ ყველაფრისა, მისი უდიპლომატესობა, მადამ ლობიო, ან მოდით თავის ენაზე მოიხსენიოთ, მადმუაზელ არიკო ახლაც ცდილობს პოლიტიკური პროცესების აღრევას და თავისი გრანდიოზული ნაბიჯებით ფეხს უდებს ქართველ ხალხს. ეგრეთ წოდებული კოორდინაცია და კომისიის თემა მოუხარშეთ უკვე. ერთიანობა შემოგდებული თემა ყოფილა, ესეც მოუხარშეთ. ის ახლა უკვე ნაცად ხერხს უთავაზობს და გვეუბნება, რომ არჩევნებისთვის მოემზადოთ და იკონურ 2 კვირაში გავიმარჯვებთ. ფაქტია, რომ მისი უდიპლომატესობის, საქართველოს ლეგიტიმურობის, უსლეიესისა და უდედოფლესის სალომე ზოურაბიჩვილის დავალება, რომ რაც შეიძლება აამღორიოს წყალი და ხელი შეუშალოს პროცესების ბუნებრივ რადიკალურ განვითარებას. დიდი ალბათობით ახლა ის აწყობს პარტიას ან კოალიციას, რათა ბიზნეს ჯიბის ოპოზიციად დაждდეს ადგილობრივ არჩევნებზე. ამ კოალიციისთვის კანდიდატები უკვე ჰყავს თან. მეტიც, კანდიდატები კი არა, მას უკვე მოკავშირეები ჰყავს. დიახ, მადამ პრეზიდენტმა უკვე შეკრა ალიანსი საქართველოში 2 უდიდეს ამორძალ დედოფალთან, შიზოფრენიკ თამარ ჩერგოლიშვილთან და პირველ ქართველ პორნოვარსკვლავ ქურდების დედა ეკა ბესელიასთან. ეს უძლიერესი მუტლის ტრიუმვირატი უკვე ემზადება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ ნაცები. რა ნაცები კაცო? ხო, ნაცები არიან თავარი პრობლემა. ეხლა მახსენდა. აბა სხვა ვინ? და აი, მას შემდეგ რაც ნაცები დამარცხდებიან საბოლოოდ და ოპოზიციაში დამყარდება ეს ფუჩუკრატია, აი მერე უკვე მივდგებით ბიზნესს, რომელსაც დემოკრატიულად გავუშვებთ სახლში, ალბათ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. არ ვიცი, ან 2 კვირაში. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მიშაზე გამწარებულ ქალთა კოალიციას დიდი მომავალი მაინც არ უწერია. მინიმუმ იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე არ არის დარჩენილი საკმარისი მთვარის ციკლი, რომ ზოურაბიჩვილმა, ჩერგომ და ბესელიამ დაასინქრონონ თვიურები და ერთიანი ნაპორით შეუტიან სისხლიან ნაცებს. მაგრამ აი მაგის დრო რო ყოფილიყო, აი მე ენახათ ნაცებს სისხლი. მაგრამ ისე სხვათა შორის საქართველოში იმდენ ყლეობას მოუკიდებია ფეხი, რომ რა გასაკვირია, რომ მუტლის ტრიუმვირატის გაზაფხულსაც მოვესწროთ. ბოლო-ბოლო ძვირფასო ქართველო, ეს ხო შენი ბრალია. ხო შენ აირჩიე პრეზიდენტად ქალი, რომელიც 12 აგვისტოდან მოყოლებული ომის დაწყებას შენ გაბრალებს. ხოლო შენ მეორე ქართველო, ხო დაგოიმდი ამ ქალის ლარნახევრიანი ტრიუკებით და ხო ირწმუნე, რომ ის შენი სლეი დედოფალი იყო. ხო დახუჭე თვალი იმაზე, რომ ქართულად ერთ წინადადებასაც ვერ ამბობს. ხო დახუჭე თვალი იმაზე, რომ ეს ქალი დეკადებში გამოწრთობილი კაგებეშნიკია. რატომ? იმიტომ, რომ ევროპა კაიაო ერთხელ თქვა და შენც პალოვის ძაღლივით წამოგივიდა ნერწყვევი. ხო და რატომ უნდა გამიკვირდეს? ახლა კიდევ ერთხელ რო გაყლაპოს მადამ პრეზიდენტმა და მოგიყვანოს ადგილობრივ არჩევნებზე. ან რამე სხვა კომპრომისზე ქოსებთან. ბოლო-ბოლო ხო შენ ხარ გოიმი და სანამ შენ ხარ გოიმი, ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც შენ დაგაგოიმებს. იქნება ეს სალომე, NGO-ები, ბიზინა, რუსები, თუ ვინმე უბნის შარლატანი. დემოკრატია საბოლოო ჯამში ყველა დონეზე მაინც გამჯდარია საზოგადოებაში. კი, არჩევნები შეიძლება არ ტარდება დემოკრატიულად, მაგრამ ზოურაბიჩვილის არსებობა აიხსნება მხოლოდ ერთი რამით. ხალხში არსებობს მოთხოვნა ასეთ ფიგურაზე. და თუ ხალხში არსებობს მოთხოვნა ასეთ ფიგურაზე, ესე იგი ვინ ყოფილა ცოდვილი.